დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით დიდი სიყვარულით და სიხარულით. ეს მნიშვნელოვანი კვირაა, ყველამ ვიცით, ქრისტიანული სამყაროსთვის, ხვალ ჩვენი მაცხოვარი მკვდრეთით აღდგება, მოგვანიჭებს ყველას მორწმუნეს, ნაკლებად მორწმუნეს, ყველა ქრისტიანს უდიდეს სიხარულს, მოგცემს უდიდეს ძალას და იმედს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი სიხარულით და სიყვარულით გაივსება. ამ მოლოდინით ვცოცხლობთ და ვხარობთ ყველა ქართველი ადამიანი და არა მარტო ქართველი, მთელი საქრისტიანო. აპრილის დღეებია და მე ვფიქრობ, რომ აპრილს ისე როგორც წიტები არც ერთი სხვა ყვავილი არ უხდება. აღდგომამდე ერთი კვირით და აღდგომის შემდეგ ერთი კვირა ბაღი ყველაზე ლამაზია მთელი წლის მანძილზე. ამ დროს ყვავის ყველაფერი და თითქოს ბუნებაც ეგებება ამ დიდ სიხარულს, ამ დიდ იმედს, რომლის მოლოდინით ჩვენ ხვალისთვის გვაქვს ქრისტიანებს. დღეს მოლოცვა არ გამოდის, სიამოვნებით და სიხარულით მოგილოცავთ ხვალ. ძალიან მიხარია, რომ მე ამის შესაძლებლობა ხვალ პირდაპირ ეთერში მექნება, რომ ჭექარეთ, გუგუნით, დიდი სიყვარული და სიხარულით მოგილოცოთ ჩვენი მაცხოვრის ქრისტეს აღდგომა. დღეს ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი მომზადებული გვაქვს სამზადისისთვის. გუშინ არ შევღებეთ კვერცხები, რომ დღეს ერთად შევღებოთ, ერთად მოვამზადოთ სააღდგომო სუფრა, სააღდგომო დღესასწაული და მე მგონი, რომ თქვენი ჩვენთან ყოფნა იქნება სასიხარულო, სასიამოვნო და შეიძლება ცოტა სასარგებლოც. მადლობას გიხდით ერთად ყოფნისთვის და ერთად შევეგებოთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, რომელიც ხვალ გათენდება. დღეს მოვემზადოთ ამ დიდი სიხარულისთვის.